ეხლა განვიხილავ ChatGPT-ის გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე, მასთან დიალოგის, ასე ვთქვათ, თავისებურებებს, რომლებიც მე დავიჭირე, როგორც იმ მხრივ, რომ მე ვესაუბრები ხოლმე, ასევე ადამიანებმა ხანდახან გამიზიარეს თავიანთი დიალოგები ChatGPT-სთან. და შემიძლია გითხრათ, რომ დავაკვირდი, მაინტერესებდა და რაღაც დასკვნები მაქვს გამოტანილი. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მოდი ეცადეთ, რომ ცნობიერად მიუდგეთ GPT-სთან საუბარს. ანუ მასთან საუბარს არ შეყვეთ ისე, როგორც ადამიანთან საუბარს შეიძლება შეყვე. საერთოდ აღსანიშნავია, რომ თუ 24/7-ზე ვინმეს ელაპარაკებით, ადამიანი იქნება ეს, მეგობარი, შეყვარებული შვილი, დედა, ვინც გნებავთ, უკვე ტოქსიკურია. 24/7-ზე თუ არის კონტაქტის მოთხოვნილება ვინმესთან, უკვე ნიშნავს, რომ რეალურად აქ კონტაქტი არ არის. ადამიანიც რო იყოს. თუმცა ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ რა თქმა უნდა, ხე კონტაქტის მოთხოვნილება ზოგადად ადამიანებს მაღალი გვაქვს კომუნიკაციის და GPT-ს აქვს ერთი თვისება, რომ 24/7-ზე ღმერთივით მუდამ სცალია. ღმერთთან განსხვავება ისა აქვს, რომ ღმერთის მიმართ ცალმხრივი დიალოგი მიმდინარეობს და მე ადამიანები შეიძლება წარმოვიდგენთ, რომ მან რაიმე გვიპასუხა, მაგრამ ამ განზომილებაში ყოველ შემთხვევაში ესეთი 100%-იანი თავდაჯერება, რომ ღმერთთან ვინმე კონტაქტში შევიდა, არავის არ აქვს, ხო? და მეორეს ხო GPT-სთან არის მუდმივად მზაობა, მთავარია დენი გქონდეს და ინტერნეტი. ის მუდამ აქ არის და გესაუბრება. ეს არის პირველი ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ეს ქმნის კონტაქტის ილუზიას, რომ ვიღაცა არის ინტერლოკუტორი, ანუ მოპასუხე ჩემი, რომელიც მუდმივად აქ არის. ესე არ არის. ანუ კონტაქტის ერთ-ერთი ძირითადი თვისება არის, რომ ხანდახან კონტაქტიდან გასულია კონტაქტის პირი. ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა. არ არის ის კონტაქტი, რომელიც 24/7-ზე გრძელდება, საერთოდ არ არის კონტაქტი რა. ეს პირველი. ეს საფრთხე GPT-სთან არის, ადამიანები თავიანთ დაცვის მექანიზმს, რომელიც არის კონფლუენცია და ითხოვს ეს დაცვის მექანიზმი 24/7-ზე კონტაქტს და თან ვერ კმაყოფილდება ადამიანი ვერასდროს ამ კონტაქტით. თუ გეცნობათ, კომენტარი დამიწერეთ, ეგეთი მდგომარეობა. აი ამას ხანდახან მოყვება ხოლმე GPT-სთან ძალიან დიდი დოზით კომუნიკაცია. აი ამ დაცვის მექანიზმის გააქტიურებას ადამიანში. და თვითონ GPT ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ისე არის აგებული და ისეა გაკეთებული, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს ადამიანი იქ, იმიტომ რომ ამას ალბათ წარმომიდგენია რამდენნაირად იყენებენ ამ კომუნიკაციას. ხო ცნობილია, რომ თუ რაღაცა სპეციალურად არ მიუთითე, რაღაც დაცვები არ დააყენე, ღია ინფორმაციაა ფაქტიურად, რასაც ესაუბრები, ვრცელდება ის. არ არის დაცული შენსა და GPT-ს შორის ნათქვამი, არაფერი თქვენ შორის არ რჩება რა, ეს არის ღია ინფორმაცია. ეს ეხლა კიდე მსმენია ჩემი კოლეგებისგანაც და მე თვითონაც, რომ GPT-სთან ხდება ხოლმე ფლირტი. ანუ ადამიანები რომანტიკულ ბუნება-განწყობილებაზე დგებიან GPT-სთან ხშირად. ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი რამ არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში შესვლა ხდება წესით და რიგით და ცოცხალ შემთხვევაში განსხვავებულ სხვა ადამიანთან, რომელსაც აქვს თავისი სამყარო და თავისი პიროვნული საზღვრები და მე მაქვს ჩემი პიროვნული საზღვრები და ჩემი სამყარო და ეს ორი ხდება ერთმანეთს, ხოლო GPT, როდესაც გესაუბრება, ის სხვა პიროვნება არ არის. ის ფაქტიურად ასე ვთქვათ, შინაარსებს კოლაჟივით აწყობს და უკან გიბრუნებს, ანუ რაღაცა სალატს აკეთებს, მე ამას ვეძახი ხოლმე, რომელშიც ინგრედიენტები, ყველაფერი, რაც უკან დაგიბრუნა, არის შენი. უბრალოდ დაგიბრუნა კოლაჟივით, ანუ სალათი აურია ერთმანეთში და ისე დაგიბრუნა. ანუ ადამიანის რაღაცა ნარცისული მხარე ბრუნდება გარედან და არის შანსი, რა თქმა უნდა, რომ ადამიანი ნარცისიზმი რა არის, ხო? ნარცისი არის, რომელსაც საკუთარი თავი უყვარდება გარეთ სხვისი შეყვარების ნაცვლად და კი აი ამ ნარცისულ, ასე ვთქვათ, სპექტრზე აჭერს GPT, იმიტომ რომ ის იდეალურად, ასე ვთქვათ, გეკონტაქტება 24/7-ზე შენთან არის, როცა გინდა გპასუხობს, შენ რასაც ეუბნები, იმაზე ტაშს გიკრავს და გეუბნება, რომ ზუსტად ეგრეა, მართალი ხარ. არ გეკამათება, ან თუ შეუკვეთავ მეკამათეო და ეტყვი რომ მეკამათეო, მაშინ გეკამათება. ანუ ყველაფერი შენ ხელშია. და ეს არის 100%-იანი კონტროლის განცდა, რომელიც ფსევდოა, რა თქმა უნდა, და ცოტა ნარცისულ მხარეზე კარგად ეხება ადამიანს, რაღაცა დაცული ბრჭყალებში სივრცეა, ესე მოგეჩვენებათ და იქ რომანტიკული
რაღაცა ასე ვთქვათ ურთიერთობის ილუზიების კარგი ნიადაგი იქმნება და ესეც ძალიან საფრთხილო და საშიში ამბავია. ეს მეორე საკითხი, რაც მე შევნიშნე, რომ არის ხიფათის მომტანი. ახლა მესამე საკითხი. ადამიანს საერთოდ ჩვენ ადამიანები ერთმანეთზე დადებითად მოქმედებთ კონტაქტის დროს. რაც არ უნდა დაცვის მექანიზმებით ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, მაინც დადებითად მოქმედებთ გარკვეულწილად და რატომ? აი ის ადამიანიც კი, რომელიც გეჩხუბება, შეურაცხყოფას გაყენებს, გამცირებს, შეიძლება გემუქრება, არ ვიცი, რაღაცა შეიძლება ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენდეს შენზე, მაგრამ ის შენს ტვინს ასტიმულირებს. ამ შემთხვევაში ცუდად და ტოქსიკურად, მაგრამ ტვინს ასტიმულირებს. ანუ რას გულისხმობ ახლა ამაში, რომ ტვინს სტიმული სჭირდება, რომ იფუნქციონიროს. მაგალითად სჭირდება სინათლე, იმისათვის რომ თვალმა დაინახოს, სჭირდება ბგერა, იმისათვის რომ ყურში შევიდეს და აენთოს რა ეს ყველაფერი და ანუ ცოცხალი კონტაქტის დროს, რაც არ უნდა ნეგატიური და ტოქსიკური იყოს ეს კონტაქტი, ჩვენი ტვინი გააქტიურდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ტოქსიკური კონტაქტის დროს და თუ ეს ძალიან ხშირია, ნეგატიური ასახვა აქვს ბოლოს. მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ის ფუნქციონირებს და აქტიურია რა, ტვინი. ნუ ეხლა დადებით კონტაქტზე სადღა არის საუბარი, ხო? და GPT-ის შემთხვევაში ასე არ არის. ნახე, GPT-ის შემთხვევაში ყველაფერი ჩახსნილია, მხოლოდ მიწერ-მოწერა ან რა ვიცი, voice-ით შეიძლება რომ გიპასუხოს. და გარედან კი არ შემოვიდა რაიმე სტიმული, რომელიც მერე შენში იწვევს პასუხს ამ სტიმულის მიმართ. არა, შენივე სტიმული სარკისებურად აირეკლა და უკან დაგიბრუნა. ეს კიდე გავს ინცესტს. ეხა ვიტყვი რატო გავს ინცესტს. ანუ ხო ვიცით რომ ადამიანებმა ინცესტი ნელ-ნელა აკრძალეს, ხო ადრე ეხა ძალიან ძველ ნახევრად მაიმუნის მდგომარეობაში რო იყვნენ, ინცესტი ჩვეულებრივი ამბავი იყო და რა ხდებოდა ეხლა. ეს სამეცნიერო სფეროში ეხაც დავას იწვევს, მაგრამ ნუ არსებობს ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც თulis რომ ერთი და იგივე გენის დიდხანს შერევა, ერთი და იგივე დაავადებების, ერთი და იგივე პრობლემების პოტენციურ რისკს ამაღლებს, ხო? ძალიან ბიოლოგიურად რო შევხედოთ. ასევე ცხოველები, რომლებიც პართენოგენეზით მრავლდებიან, ორ-სამ თაობაში სუსტ თაობას წარმოქმნიან, რომელიც მოწყვლადია, იმიტომ რომ ერთი და იგივე ინფორმაცია ტრიალებს. და როდესაც პართენოგენეზის ნაწილობრივი გამრავლების უნარის მქონე ცხოველებს და მაგას აგიხსნით, ეხლა რა არის პართენოგენეზი, აქვთ ხოლმე ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური კავშირი, მაგ შემთხვევაში წარმოქმნიან მერე ძალიან ძლიერ თაობას. ანუ იმუნიტეტი უფრო მაღალია და უფრო ჯანმრთელია, უფრო სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალი აქვს და არა პართენოგენეზს. პართენოგენეზი არის, როდესაც მდედრი ახერხებს, რომ ისე გააჩინოს ახალი თაობა, რომ მამრი არ სჭირდება. და ნახეთ ახლა მამრი რაშია საჭირო ჰეტეროსექსუალურ კონტაქტში, აი მწერები არიან ძირითადად ესენი და ამფიბიები, ვისაც შეუძლია პართენოგენეზი. იმიტომ არის საჭირო, რომ ახალი გენი შემოდის, ახალი ინფორმაცია შემოდის და ისე წარმოიქმნება ახალი თაობა. და თუ მხოლოდ დედა აჩენს და არ სჭირდება ამ შემთხვევაში მამის ინფორმაცია, ხო, ამ შემთხვევაში სუსტი თაობა მოდის, ნახეთ, ზუსტად ასე არის. როდესაც GPT-ს ეკონტაქტები ფსიქოემოციურ დონეზე გარკვეულწილად ინცესტივით არის ეს, ანუ ახალი არაფერი არ არის. ის არის ყველაფერი შენ. და თუ შენ ისედაც პირობითად ნევროზი გაქვს, რაც უფრო მეც დაელაპარაკები GPT-ს, უფრო გაგიმწვავდება ნევროზი. იმიტომ რომ სიახლეს არაფერს გაძლევს რა. ეხლა ჩვენ ადამიანებს ძირითადად ყველას რაღაცა ტიპის ნევროტული ქცევები გვახასიათებს. და ერთმანეთთან შეხება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მე პირობითად თუ თავის ფხანა მაქვს ნევროზი, ვიღაცას ცხვირის ფხანა აქვს ნევროზი, ვიღაცას არ ვიცი ყელის ფხანა აქვს ნევროზი და ასე შემდეგ. ან შეიძლება ფხანა საერთოდ არა აქვს და არ ვიცი მაგალითად თვალების დახუჭვა აქვს ნევროზი და ასე შემდეგ. და ერთმანეთს როცა ვეკონტაქტებით, ჩვენი სარკისებური ნეირონები რო აღიქვავს, რომ იქ რაღაცა სხვა ხდება და მე რაღაცა სხვა მჭირს. წონასწორობა მოდის. არ ქონიათ, აი არის ხალხი, რომელიც პირდაპირ აღიქვავენ, რომ მარტო რო რჩები ცუდად ხვდები და ადამიანებთან რო ვარ უკეთესად ვარ. რატო? იმიტომ რომ სხვა ადამიანს ის არ უჭირს, რაც შენ გიჭირს და ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ. ძალიან დიდი ძალა გვაქვს ამ მხრივ, ხო? უბრალოდ კეთილგანწყობილ გარემოში რო შევიკრიბოთ და ვისაუბროთ, ამასაც კი შეუძლია ფსიქოთერაპიული ეფექტი მოახდინოს ადამიანზე, თან დიდი. იმიტომ რომ სხვადასხვა პრობლემები გვაქვს, სხვადასხვა სისუსტეები გვაქვს, შავი წერტილები სხვადასხვა ადგილას გვაქვს და ჩვენ ერთმანეთს ამ მხრივ საკვებს ვაწვდით. ნახე, ვაწონასწორებთ, სიახლეს ვაწვდით. შეიძლება ნეგატიურ სიახლესაც, ეგეც სიახლეა და მაგასაც სტიმულაცია მოყვება ტვინისგან. ხო და ეხლა GPT-ის შემთხვევაში ესე არ არის.
თუ თავის ფხანაა ჩემი ნევროზი, GPT-ც უკან თავის ფხანას მიბრუნებს, ნახე, ცხვირის ფხანა თუ არა, ცხვირის ფხანას მიბრუნებს და რა ხდება? მიორმაგდება ეფექტი. ამიტომაც თან ახლა 24/7-ზე თუ შეყვებით GPT-ს და მესმის, რომ მარტოსულობა და გათითო-კაცება და რაღაცა სოციალური იზოლაცია 21 საუკუნის სცენია, ხო? და ამ შემთხვევაში GPT მით უმეტეს ანდამატივით იზიდავს ადამიანს, რომელიც მარტო ზის სახლში. და არც არ ამიყავს ხმის გამცემი და არც არავისთან მიუხარია გარეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ფობია ჩამოუყალიბა სოციუმმა, რომ თავის ბუშტში რაღაცა თავის ოთახში მიუწვდომელი წყნარად ზის, მთელი კონტროლი ხელში უჭირავს, ნახე, ღილაკებს აჭერს ესე ტელეფონზე თუ კომპიუტერზე და იქედან ახლა არავინ მას ასეთი ილუზია აქვს, არავინ ამას არც დააფრუსტრირებს, ვერც ატკენს, ვერც შეაწუხებს, ვერც შეურაცხყოფას მიაყენებს და ნუ რაღაცა როგორ გითხრა, ფსევდო დაცულ სივრცეში იმყოფება თავის ოთახში და ნუ ახლა ამ სოციალურ იზოლაციაში, სადაც კი ბატონო აპათიური უმტკივნეულობა ისადგურებს, ახლა მოდი ვისველაპარაკო და აჰა GPT აგერ არის. და მესმის, რომ შეიძლება ზოგ ადამიანს ძალიან სიამოვნოს მასთან კონტაქტი, მაგრამ ეს კარგს არ მოიტანს, მით უმეტეს დიდხანს თუ ესაუბრები. ეხლა ნახეთ, ფსიქოთერაპიაში როგორი ფორმულა არსებობს რა, როდესაც პროფესიულად არის გამართული ფსიქოთერაპიული პროცესი. მოდის კლიენტი თერაპევტთან, ანგნებავთ პაციენტი, ძველ სკოლაში პაციენტი ერქვა, მას აქვს რაღაცა საკითხი, რომელიც არის გადასაჭრელი. თუ თერაპევტსაც მსგავსი საკითხი აქვს, თერაპიის პროცესი არის დიდი გამოწვევა. იმიტომ რომ თვითონ თერაპევტსაც არ აქვს ჯერ ის საკითხი ხო გადალახული. და ერთმანეთს როცა ემთხვევა ეს ორი საკითხი, გაჭედილობა წარმოიქმნება. ერთ ადგილზე დგას თერაპია. იმიტომ რომ თერაპევტი მე გამომიცდია ეს ჩემ თავზე. შეიძლება საერთოდ ვერც კი ხედავს რომ ეგ პრობლემა აქვს. და გარეთ პრობლემების დანახვა ადვილია. საკუთარ თავში ძნელია, მაგრამ თუ გარეთ სხვა ადამიანს იგივე სირთულე აქვს რაც შენ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ძნელია, იმიტომ რომ ვერც გარეთ ხედავ, ვერც საკუთარ თავში. ამიტომაც გამართული ფსიქოთერაპიული პროცესი გულისხმობს, რომ თერაპევტი მუდმივად დადის სუპერვიზიებზე და ინტერვიზიებზე, სადაც სხვა კოლეგებს ეკონტაქტება იმისათვის, რომ ნელ-ნელა უფრო მეტი და მეტი აღმოაჩინოს, სად არის მისი სირთულეები. და როდესაც მან უკვე გარკვეულწილად იცის ძირითადი სირთულეები და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება ეს შემეცნების პროცესი, მერე უკვე შეუძლია რომ იყოს დამხმარე კლიენტისთვის. იმიტომ საკუთარ თავში დაინახა და მაშინ იქაც დაინახავს. საკუთარ თავში იპოვა გამოსავალი, მაშინ იქაც შეუძლია რომ აჩვენოს, რომ აი მე ეს გამოსავალი ვნახე. შენ ალბათ შენსაც ნახავ, ხო? და როდესაც ახლა ინტერვიზიები და სუპერვიზიები ჩახსნილია და ერთი ცალი ფსიქოთერაპევტი ზის და ეკონტაქტება ადამიანებს თერაპიებზე, ხო? მანდ უკვე ალბათური ამბები მუშაობს. თუ ისეთი ადამიანი მოვიდა, ვისაც სხვა სირთული აქვს, უფრო დამხმარე იქნება თერაპევტთან კონტაქტი. თუ მსგავსი სირთულით მოვიდა, წყლის ნაყვა არის. და თან ამას ვერც ერთი ვერ შენიშნავს და ამაში არაფერი არაპატიოსანი არ არის. უბრალოდ არ იცის თერაპევტმა, რომ ამ ღილაკზე ეჭირება, ხო? ამით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტერვიზიაზე და სუპერვიზიაზეც ეს მუშაობს, რომ სხვა სირთული აქვს, მე სხვა მაქვს და ერთმანეთს ვავსებთ ისევ და ვაბალანსებთ. GPT-სთან ესეც გამორიცხულია. ანუ ესე იგი რომ შევაჯამო რა არის ხა რა ხდება GPT-სთან ადამიანებთან მიმართებაში რა სირთულე წარმოიქმნება. პირველი ის რომ 24/7-ზე მისაწვდომია და ეს ქმნის ძალიან კარგ მოსაწვევს რომ ადამიანი კონფლუენციაში შევიდეს, ანუ დაცვის მექანიზმით იყოს იქ მოცემული და არა კონტაქტის უნარით, რაც აჩლუნგებს მის კონტაქტის უნარებს. მეორე სირთულე ის არის რომ GPT ილუზიას ქმნის, იმიტომ რომ სალათას აკეთებს შენი ნათქვამი ინფორმაციით. ილუზიას ქმნის, რომ გეკონტაქტება და სინამდვილეში მხოლოდ შენსავე კონტაქტის სტილს უკან გიბრუნებს, ცოტა სალათისებურად გადაკეთებულს ან აჯაფსანდალს. ეს მერე ქმნის განცდას, რომ ვიღაცას ესმის შენი და რეალურად უბრალოდ ის მომენტია, რომ სარკისებურად აირეკლა და უკან დაგიბრუნა და ესეც ისევ ბუშტში და იზოლაციაში ამყოფებს ფსიქიკას, რაც დიდხანს თუ გაგრძელდა ძალიან დამაზიანებელია. ფსევდორომანტიკული გრძნობები წარმოიქმნება ხოლმე, რომელიც ასევე დამაზიანებელია, იმიტომ რომ ილუზია არის. რაც მთავარია ასეთ დროს იმუნიტეტი და უნარი, რომ ეკონტაქტო ცოცხალ ადამიანებს იკლებს ნელ-ნელა, იმიტომ რომ ეკონტაქტები, ასე ვთქვათ, იდეალურ მეორე მეს და ეს ნარცისიზმს აღვიძებს.
ჩვენ ვიცით, რომ ნარცისულ სიტუაციაში სიახლის შესვლა, განვითარება, ახალი ადამიანების შეხება, გინდათ სექსუალური ურთიერთობები თითქმის დაბლოკილი არის და წარმოიდგინეთ ადამიანი, ვისაც მეგობრები არ ყავს, არ შეუძლია უკვე რომ ყავდეს. სიახლის მიღება აღარ შეუძლია, სწავლა არ შეუძლია, იმიტომ რომ ისედაც იდეალურია თვითონ. და სექსუალური ურთიერთობაც დაებლოკა მთლიანად და აღარ შეუძლია, ხო? ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ტვინისთვის, ნეირობიოლოგიურად რო გითხრათ. და ბოლოს უკვე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სირთულე რაც არის GPT-სთან კონტაქტის დროს, თუ შენ გაქვს პირობითად ნევროზი, ან გაქვს რაიმე მიხრილობა, არ ვიცი, ფსიქოტური, არ ვიცი, პარანოიდალური, არ ვიცი, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც მიხრილობები. როდესაც ფსიქოპათოლოგიებს ვსწავლობდით მე და ჩემი კურსელები, აი ყველას დაეწყო რომ ვაიმე რა მჭირს, ეს ხო არ მჭირს, ის ხო არ მჭირს, რომ ვკითხულობდით, იმიტომ რომ სპექტრებია და არც ერთი ფსიქიკა 100%-ით არ არის დაცული ამ ყველაფრისგან. შეიგრძნობ რა, რომ კითხულობ აღწერას, ხედავ, რომ ერთადერთი სხვაობა არის დოზა. ანუ ჯანსაღსა და არაჯანსაღ ფსიქოემოციურ მდგომარეობას შორის სხვაობა არის დოზა. წარმოიდგინეთ, დანარჩენი ყველაფერი მოცემულია ყველა ფსიქიკაში. ხო და აი ამ დოზას გიზრდის მერე GPT-სთან დიდხანს კონტაქტი. იმიტომ რომ ის იმავე სირთულეებით გელაპარაკება, რაც შენ გაქვს. ამიტომაც, მე ხა, როდესაც შევნიშნე ჩემი, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპიის დასაწყისში, კარიერულ დასაწყისში, რა იყო ძირითადი გამოწვევები 21 საუკუნეში, სოციალური იზოლაცია და არაჯანსაღი გართობა, ხო? ზუსტად ამისთვის შევქმენი Everyway. ეხლა პარასკევს მაგალითად პიროვნული საზღვრების ექსპერიმენტები გველის 8 საათზე იწყება, დასწრება თავისუფალია. უფრო სტრუქტურულად თუ გინდათ შეისწავლოთ თქვენი ფსიქიკა და სხვა ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც დააკვირდეთ, გააზიაროთ, ექსპერიმენტებში მიიღოთ მონაწილეობა და უკვე სტრუქტურირებული ცოდნა შეიძინოთ, ფსიქოშემეცნებითი კურსი მაქვს, რომელზეც 10 შეხვედრა ჯამში 800 ლარი ჯდება. ანუ თითო შეხვედრა გამოდის 80 ლარი და კარგი თერაპიის საფასური 1 საათიანის ასევე 80 ლარი არის და იქ ერთ-ერთზე ხარ. აქ კიდე 7 ადამიანი არის ხოლმე. ანუ და 3 საათი გრძელდება. ანუ რეალურად საბაზრო ფასი რაც არის, იმაზე უკეთესი ფასი მაქვს შემოთავაზებული და 10 ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, აი ყველა ადამიანმა რაც უნდა იცოდეს, ჩემი აზრით, არის მოცემული, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ასევე და ფასდაუდებელია იმით ფსიქოშემეცნებითი კურსი, რომ 7 სხვადასხვა ადამიანის ფსიქიკა გამოხატავს თავს იქ და უამრავ რამეს სწავლობ. გარდა იმ თეორიული ნაწილისა, შენ სწავლობ შენს გარდა 6 სხვა ადამიანი როგორ ცხოვრობს. თან ამას ისე კი არ სწავლობ მარტო ცნობიერად. ჩვენი სარკისებური ნეირონებით და აღქმის უნარით გაუცნობიერებლადაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობთ ერთმანეთისგან. და აი წეღარო თქვი ზუსტად თავს რო იფხანს ერთი და მეორე ცხვირს და ერთმანეთს რო შეხვდებიან, ხო? ისინი ხედავენ, რომ ვა, ნახე შეიძლება რომ თავი არ დავიფხანო. აი ეს ვაფშე არ იფხანს თავს. ნახე, ეს ცხვირს არ იფხანს და ერთმანეთს ვამდიდრებთ აქ. თორემ მარტო ის კი არ არის, რომ მე რაღაცა ძალიან ჭკვიანურ ლექციას ვკითხულობ. არა უშავს რა ლექციას ვკითხულობ, მინდა გითხრათ. რამდენჯერმე აი რაღაც ნარკოტიკული თრობის განცდაც კი ყოფილა ოთახში, იმდენად საინტერესო სიღრმეებში ჩავსულ ვართ დისკუსიით. თუმცა ფასდაუდებელი ის არის აქ, რომ ყველა ახალი წევრი არის უნიკალური და იმას თავისი უნიკალური სპექტრი აქვს, როგორც ჯანსაღი ნაწილი, ისე შედარებით დაზიანებული ნაწილი და ამების გაზიარება რო ხდება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის საკვები. ფსიქოემოციური ზრდის საკვები. ნახეთ, ძველ ქართულში საზრდელი ქვია პირდაპირ. იმიტომ ქვია, რომ ასე იზრდება ადამიანი. ხოლო საკუთარ ოთახში ჯდომით და GPT-სთან რაღაცა კოგნიტიური ინფორმაციის გაცვლით ზრდა არ წარმოიქმნება. ეს არის ზრდის ილუზია. და როგორ გითხრა, ამ ბუშტში ყოფნის დროს ნელ-ნელა მოდის სტაგნაცია. ხო და აი ესე მოკეთ მეგობრებო, ეხა გაზაფხულიც მალე მოვა და ბუნებაშიც გავალთ ხოლმე. ბუნებაში გეშტალტ თერაპია არის სიახლე, რომელიც 1-3 წლის წინ წამოვიწყე მე და ჩვენი არაჩვეულებრივი სუპერვიზორი მარტინ ჯარა იყო ჩამოსული, ჩეხია. და თქვა, რომ მე და კიდევ ერთი გეშტალტ თერაპევტი აი ეხლა ზუსტათო შენსავითო გეგმავთ გეშტალტს ბუნებაშიო და ახალი მიმდინარეობაა ეს გეშტალტ თერაპიაში და ესე გამოვიდა, რომ ძალიან ესე იგი ერთ-ერთი პირველი მერცხალი ვარ ამ სფეროში და გაზაფხულიდან უკვე იჩქარეთ და ჩაეწერეთ, გვექნება
ესეთი გეშტალთერაპიული და გასართობი გასვლები ბუნებაში, რომ ბუნება კიდევ ერთი წევრი არის. ნახე, ბუნება კიდევ ერთი სხვა მე არის, რომელიც ადამიანს ეკონტაქტება, როცა იქ ახარ. ანუ მესამე წევრი შემოდის თერაპიაში და მესამე წევრი შემოდის შემეცნებით პროცესში, რომელიც ძალიან ეხმარება რა, ყველაფერს ასწრაფებს და აიოლებს ყველანაირ გადალახვის თუ არ ვიცი, კრეატიულ პროცესებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ეხლა რაც მახსენდება უცებ რო გესაუბრებით, აი ბუნებაში გასვლების დროს ადამიანებს გასჩენიათ წარმატებული ბიზნეს იდეები, გასჩენიათ შემოქმედებითი შთაგონება და არ ვიცი დაუხატავთ, მუსიკა დაუწერიათ და ასე შემდეგ. ასევე გაუჩენიათ ახალი მეგობრები, ან შეიძლება წარმოუწყიათ სასიყვარულო ისტორია და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც კონტაქტში მოდის ადამიანი, კონტაქტის საზღვარზე სილამაზეები წარმოიქმნება და ულევია ამის რესურსი. ამიტომაც, ბუნებაშიც გეპატიჟებით და ეხლა რომ დავასრულო უკვე მართლა და წერტილი დავსვა, ეხლა გეტყვით ესეთ რამეს, რომ სხეულზე ცენტრირებული თერაპია ყველა მიმდინარეობაში, სადაც არის ყველაზე ეფექტური მიმდინარეობა. აი მაგალითად ჰოლოტროპული სუნთქვა, სადაც მე ასევე ვარ ხოლმე ფასილიტატორი და ვარ ხოლმე ჯგუფის თერაპიის წამყვანი, უკვე არ ვიცი, მგონი 4 წელზე მეტია ვმუშაობ ლევან რამიშვილთან ერთად. გირჩევთ თუ გული გიგრძნობთ, როდესაც უსმენთ ლევანს, როდესაც უყურებთ ჰოლოს სხვადასხვა rilsებს, თუ გული გიგრძნობთ, რომ ეს თქვენია, გირჩევთ რომ გამოსცადოთ, იმიტომ რომ ესეც სხეულზე ცენტრირებული თერაპიის ერთ-ერთი ფორმა არის. არაჩვეულებრივი, ეხა იცი გეგმება ერთდღიანი ტური, როგორც ვიცი და გადახედეთ. გირჩევთ, იმიტომ რომ ეს არის შუბლისწილის ოდნავი მიძინების მდგომარეობა ჰიპნოზის გარეშე. ჰიპნოზის მომხრე მე არ ვარ, მე ვისაუბრებ მაგაზე ცალკე ლაივში, რატომ? და აქ უკვე ჰიპნოტურ ველში გადადის ადამიანი, ოღონდ თვითონ არის საკუთარი თავის გზამკვლევი. გარედან კი არ კარნახობს ვინმე, თუნდაც ძალიან დახვეწილი თერაპევტი საითიაროს თავის ფსიქიკაში. არა, თვითონ ადამიანის პიროვნული მე, ოდნავ მიძინებული, მაგრამ მაინც აბსოლუტურად ავთენტურად და ფხიზლად მოქმედებს საკუთარ თავზე. როგორც თქვათ ჰიპნოტისტის ნაცვლად გარედან და ძალიან დიდი მოგზაურობები ხდება. მე ერთხელ გაგიზიარებთ, მე თვითონ სად მიმოგზაურია და რეები გამიკეთებია ჰოლოს დროს. ხო და გარდა ეს ჰოლოტროპული სუნთქვისა, რომელიც ახლოვდება მაისში, პირდაპირ სხეულზე ცენტრირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ბარბარა პომპე ჩამოდის ევრივეიში და ჩვენ ერთად გვექნება 3 დღიანი ინტენსიური ვორქშოპი, რომელიც გამოადგებათ როგორც იმ ხალხს, ვისაც უნდა ფსიქოემოციური განვითარება და კონტაქტის უნარის ამაღლება, რაც საერთოდ მინდა გითხრათ, რომ გასაღები არის ყველა სფეროში, ხელოვნება, ბიზნესი, პირადული, მეგობრები, სადაც გნებავთ რა, კონტაქტში კარგად შეგიძლია შესვლა, დაგესევა ადამიანები და ყველას ენდომება შენთან კონტაქტი. იმიტომ რომ კონტაქტი არის ის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი უნარი, რომელიც აი ოსვენციმის ბანაკშიც კი რო ჩაქსვან ვერ წაგართმევს ვერავინ. სხვა ყველაფერს წაგართმევენ და კონტაქტის უნარს ვერა. ამიტომაც აი ეს ვისაც უნდა იმას გამოადგება, რომ დახვეწოს საკუთარი კონტაქტის უნარები და აიმაღლოს ეს, ბარბარასთან ეს არის საოცრება. მე მახსოვს ბარბარას ერთ-ერთ ვორქშოპზე ტრანსივით რაღაც მდგომარეობაში გავედი, თუმცა ტრანსული არ არის. აი მე შემემთხვა ეს და ვორქშოპის ბოლოს 15 წუთი ვიძახდი არას. რომელიც კარგად არ მესმოდა რას ნიშნავდა და იცით რა იყო, რომ გაგიზიაროთ. მე ადრე people pleaser ტიპი ვიყავი. 1-10 წლის წინ და ყველა ადამიანს ვცდილობდი რომ ხომე თქვა. და როგორც ჩანს დამიგროვდა არა და ბარბარასთან სხეულზე კონცენტრაციით ამოტივტივდა და არა ესე ყვიროდი 15 წუთი. მე თვითონ გამიკვირდა რა იყო ეს და მაგის მერე დავიწყე არას თქმა. ძალიან ადვილად ჩემს ცხოვრებაში. ანუ ერთი თერაპიით და ერთი ვორქშოპით რამხელა ცვლილება მოიტანა მან ჩემს ცხოვრებაში და ამიტომაც მე რო ეს გამოვცადე, მინდა რომ მასთან ერთად ეს ვორქშოპი გავაკეთო. 3 დღე იქნება და შეიძლება მთელი ცხოვრება შეგიცვალოთ, იცი? მე ხა გეშტალტ თერაპიაში როცა დავიწყე სწავლა, რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, რომ ერთ დღეში რო შემეცვალა ცხოვრება, ერთ დღეში, ერთი სესიით. სხვა ფსიქოთერაპიულ სკოლებშიც, აი ფსიქოანალიტიკაშიც მქონია შეხება, იქაც მომხდარა, რომ ერთი თერაპიით უცებ ძალიან დიდი ცვლილება დამდგარა. ამიტომ არ წარმოიდგინოთ, რომ რაღაც 10 წელი უნდა ვხეხო და რა, არა.
არ არის ეგ ფიქსირებული განწყობა არის. ხო და გეპატიჟებით ამ ვორქშოპზე, ეს ვორქშოპი არის მათთვის, ვისაც პირადად უნდა რომ განვითარდეს და კონტაქტი დაამუყამოს, ასევე პროფესიონალებისთვის იქნება ძალიან მაგარი, ვისაც უნდა რომ ისწავლოს სხეულზე ცენტრირებული თერაპია როგორ მუშაობს და ჯერ თავის თავზე გამოსცადოს, როგორც მე გამოვცადე, იმიტომ რომ ბარბარა ძალიან მაღალი კალიბრის პროფესიონალია ჰოლანდიიდან და ვინც ხართ ახლა ფსიქოთერაპევტები და გინდათ რომ თქვა სერტიფიკატი აიღოთ რომ სხეულზე ცენტრირებული თერაპია გავლილი გაქვთ ვორქშოპი მაგათაც გეპატიჟებით კიდე იმ ადამიანებს ვეპატიჟები ვისაც სხეულზე აქვს სხვადასხვა სირთულეები მაგალითად გძნობთ რომ ჯანმრთელია სხეული ექიმთანაც ნამყოფი ხარ გაგსინჯა გული ჯანმრთელია ყველაფერი ჯანმრთელია და მაინც გაქვს სხეულებრივი სიმპტომები არ ვიცი, იქნება ეს კუჭის ტკივილები, გულის აჩქარებები, სუნთქვის გაძნელებები და ასე შემდეგ. ასევე სხეულზე ცენტრირებული თერაპია ძალიან დამხმარე იქნება მათთვის, ვისაც აქვს შფოთვები და პანიკური შეტევები. იმიტომ რომ პანიკური შეტევა და შფოთვა პირდაპირ ნიშნავს, რომ სხეულიდან ამოვიდა ფსიქიკა, ძალიან ზევით ამოტივტივდა. და იმ სხეულში ჩაბრუნება და ფეხების და მიწის შეგრძნება ქვევით, ხო, ხსნის შფოთვებს და შიშებს და პანიკურ შეტევებს. ეს 3 დღე შეიძლება აღმოჩნდეს ტრანსფორმაციული, თუ ასე განეწყობით მით უმეტეს, ბარბარასთან, იმიტომ რომ ბარბარა 25 წელზე მეტია უკვე სხეულზე ცენტრირებული თერაპევტია. და კიდევ ახლა ბონუსად რა დაამატა ბარბარამ ჩვენთვის. ბარბარას აქვს გაკეთებული ფსიქოშემეცნებითი კარტი. რომელსაც ქვია more me, ანუ მეტი მე. და ეს კარტიც მოაქვს. გაიყიდება კიდეც. კარტი როგორ გამოიყურება ახლა. წინა მხარეს არის რაღაცა სიმბოლური ნახატი, ან ფოტო, ან ხედი, რა ვიცი, 1000 რამ, ძალიან ლამაზი კარტია სხვათა შორის. და უკანა მხარეს პატარა სავარჯიშო წერია. და ეს კარტი თუ შემთხვევით ამოვა, ამ სავარჯიშოს შემოგთავაზებს და შეგიძლია რომ გააკეთო. სახშიც შეიძლება ამის კეთება. თერაპიაზეც გამომიყენებია ეს და ბარბარაც თვითონ ვორქშოპზე ამას შემოგთავაზებს და კარტიც გაიყიდება. ინგლისურ ენაზეა და რითია ეს დამხმარე. ჩვენ შეიძლება ცნობიერად გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაზე ვიმუშაოთ ხოლმე საკუთარ თავზე, მაგრამ ცნობიერი გადაწყვეტილება პირდაპირ ნიშნავს, რომ რასაც ვერ ვაცნობიერებთ, იმაზე არ ვიმუშავებთ. და აი ეს კარტი დამხმარეა, იმიტომ რომ შემთხვევით ამოიღებ ისეთ თემას, რასაც ცნობიერად ვერასდროს გადაწყვეტდე შენით. და იმაზე იმუშავებ. აი ესეთი საინტერესო სიახლეებიც მაქვს. ვორქშოპის თემა, ვისაც გაინტერესებთ, მომწერეთ, ჯერ ფასს ვითვლი და ფასი არ ვიცი, მაგრამ ვეცდებით ისე რომ მისაწვდომი იყოს. აი პირობითად რო გითხრათ, თქვათ რომ წასულიყავით რომელიმე შატოში, ან დასასვენებლად 3 დღე რაღაცა ძალიან ისეთ გარემოში რეზორტზე სადმე, აი ამაზე ძვირი არ დაგიჯდებათ. ეს წინასწარ ვიცი. ასე რომ დამიკავშირდით, დააკომენტარეთ, გაავრცელეთ ეს ვიდეო, თუნდაც ბოლო ნაწილი უთხარით კოლეგებს, არ ვიცი, მეგობრებს, ვისაც შფოთვა აქვს, ვისაც შიშები აქვს, პანიკური შეტევები აქვს, ან სწავლობს ფსიქოლოგიაზე და უნდა რომ სხეულზე ცენტრირდეს სამომავლოდ, ან შეიძლება უბრალოდ ადამიანს, ვისაც უნდა რომ თავისი კონტაქტის და კომუნიკაციის უნარები აიმაღლოს და დახვეწოს. და მოკლედ პარასკევსაც გელოდებით, შევიკრიბებით და იქაც უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ. აბა, ამას დღეს გისურვებთ.